ევროპის დღეებია და მოდი ვნახოთ რა შესაძლებლობებს აძლევს ევროკავშირი ახალგაზრდებს. მე ახლა უბრალოდ პროგრამებს ჩამოვთვლი, რომლებიც ევროკავშირში მოქმედებს. მაგალითად, ევროკავშირში მოქმედებს პროგრამა ახალგაზრდების გარანტია, რომელიც 30 წლამდე ახალგაზრდების სწავლის დასრულებიდან ან სამსახურის დაკარგვიდან 4 თვის პერიოდში სამსახურის შემოთავაზებას უკეთებს. ევროკავშირში ამ პროგრამით 2013 წლიდან დღემდე 24 მილიონზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო სამუშაო ბაზარზე წვდომა. პროგრამა აღმოაჩინა ევროკავშირი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების 18 წლის მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას იმოგზაურონ მატარებლით ევროკავშირის გარშემო და აღმოაჩინონ ევროკავშირი და მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. დამატებით გამოიმუშაონ სხვადასხვა უნარები და გახდნენ უფრო დამოუკიდებლები. ევროპული ალიანსის სტაჟირებისთვის აერთიანებს 400-ზე მეტ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის კომპანიებს, სოციალურ პარტნიორებს, პროფესიული განათლების მომწოდებლებს, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებს და ასე შემდეგ. მათ ერთად შემდეგი თაობის კვალიფიციური მუშახელისთვის 1 მილიონზე მეტი ტრენინგი და სამუშაო შესაძლებლობა უნდა შექმნან. ევროპული სტუდენტური ბარათი აუმჯობესებს სტუდენტების Erasmus Plus-ის გამოცდილებას და ევროპის მასშტაბით ამარტივებს საუნივერსიტეტო სერვისებზე წვდომას. და ბოლოს ევროპული ხარისხი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ისწავლონ სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე უნივერსიტეტში და მიიღონ ევროკავშირის მასშტაბით აღიარებული ხარისხი, განათლების ხარისხი, რაც ბუნებრივია სამუშაოს მოძიებაშიც დაგეხმარებათ. კიდევ უფრო მეტი პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის ახორციელებს, შეგიძლიათ ჩვენ სხვა ვიდეოებშიც ნახოთ. მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა ვიდეოებს.